ადამიანებს ამ დაავადებაზე საუბარიც კი რცხვენიათ. არადა ყოველ მეორე ადამიანს აქვს ბუასილი, ზოგჯერ წლები არ მიდიან ექიმთან, ამასობაში კი დაავადება პროგრესირებს. მაშინ როცა მისი მკურნალობა თავიდან ბევრად ადვილია და მეტიც, მისი თავიდან აცილებაც შეიძლება. და ზუსტად ამიტომ ამ ვიდეოში გეტყვი, როგორ აიცილო თავიდან ბუასილი, როგორ არ დაგემართოს და თუ დაგემართა, რისი გაკეთება შეიძლება. თუ ტუალეტში დიდხანს სიხარ, თუნდაც უბრალოდ ტელეფონს სკროლავდე, ან ვიდეოებს უყურებდე, ამით შენი ბუასილის რისკი 3-ჯერ იზრდება. პირველი და მთავარი, რასაც ადამიანები ამჩნევენ, არის სისხლი ტუალეტის ქაღალდზე, ან სისხლი კუჭში გასვლის შემდეგ. მეორე, ყველაზე ხშირი სიმპტომია სიმძიმის შეგრძნება, განცდა რომ შიგნით რაღაც არის, ან არასრული გათავისუფლების შეგრძნება დეფეკაციის შემდგომ. ადამიანს აქვს შეშუპების ან შესიების შეგრძნება შიგნით, თუმცა ხილულად შეიძლება ვერ ხედავდეს ვერაფერს. ქავილის შეგრძნება ანუსის მიდამოში, რომელიც კუჭში გასვლის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება. ტკივილი შეიძლება იყოს, მაგრამ არა აუტანელი, ძირითადად გაჭინთვისას ან კუჭში გასვლის შემდეგ. როცა ძლიერი და მუდმივი ტკივილი ვითარდება, ეს უკვე ბუასილის ადრეული სიმპტომი აღარ არის და უკვე გვიანდელ სტადიაზე მიუთითებს. ბუასილს სამედიცინო ენაზე ჰემოროიდული დაავადება ჰქვია. ბუასილი ვითარდება, რადგან ჩვენს მუცლის ღრუში წნევა იზრდება სხვადასხვა მიზეზებით. მაგალითად, როცა დიდხანს ზიხარ, ან ძალიან იჭინთები, ეს წნევა აწვება რექტალურ ვენებს და მასში სისხლის დინებას აჩერებს და სისხლი გუბდება. დროთა განმავლობაში ვენები იბერება სისხლით და თავის ფუნქციას კარგავს. მეორეს მხრივ, ადამიანს სწორ ნაწლავში აქვს პატარა ბალიშები, რომელიც როცა საჭიროა იბერება და სწორ ნაწლავს კეტავს. ამ ბალიშების გარეშე ადამიანი გაზებს და განავალს ვერ შეიკავებდა. ამიტომ მათი არსებობა აუცილებელია, მაგრამ ბუასილის დროს ეს ბალიშები იბერება სისხლით ზედმეტად, შუპდება, ვენები იზრდება და ადამიანს აქვს გრძნობა, რომ ნაწლავებში რაღაც აქვს და წნევის შეგრძნება ძლიერდება. როდესაც ადამიანი, რომელსაც ბუასილი აქვს და კუჭში გადის, ზუსტად ამ რექტალურ ბალიშებზე არსებულ ვენებს აზიანებს უხეში განავალი და ეს იწვევს სისხლდენას, რაც ბუასილს ახასიათებს. დაზიანებას მოყვება ანთება, ანთებას მოყვება ქავილი და დისკომფორტი, რაც ასევე ბუასილის მახასიათებელია. და ეს ჰემოროიდული ბალიშები დროთა განმავლობაში იზრდება და გარეთ გამოსვლას იწყებს. თავიდან მხოლოდ გაჭინთვის და ეს ჰემოროიდული ბალიშები დროთა განმავლობაში იზრდება და გარეთ გამოსვლას იწყებს. თავიდან მხოლოდ გაჭინთვისას გამოდის და შემდეგ ბრუნდება თავისით. უფრო რთულ შემთხვევებში მისი ხელით შებრუნებაა საჭირო და კიდევ უფრო რთულ შემთხვევაში ეს პროლაფსი მუდმივია და ხელითაც ვერ შეებრუნებ. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან თუ ადვილად აღმოაჩენ ბუასილს და ადრეულად უმკურნალებ, გართულებებამდე და ოპერაციებამდე აღარ მიხვალ. რადგან შენ თითქმის სრულად შეგიძლია თავიდან ბუასილი, ამიტომ გეტყვი 8 რჩევას, რაც უნდა გაითვალისწინო ამისთვის. პირველი, არასდროს გაიჭინთო ძალიან. თუ 40 წამის განმავლობაში კუჭში ვერ გადიხარ, შეწყვიტე და დაბრუნდი მაშინ, რომცაც ძლიერი სურვილი გექნება. მარტო ეს ერთი ჩვევა 50%-ით შეგიმცირებს ბუასილის რისკს. მეორე, ტუალეტის დრო უნდა შემცირო 3 წუთამდე. არ გინდა ტელეფონი, არ გინდა წაკითხვა, დაჯექი, დეფეკაციის შემდგომ ადექი და გამოდი. ეს ჩვევა 30%-ით შეგიმცირებს ბუასილის რისკს. მესამე, მიიღე საკმარისი რაოდენობით ბოჭკოვანი, დღეში 30 გრამი მაინც, რათა განავალი დარბილდეს. ამისთვის გამოიყენება შვრია ლობიო, ბოსტნეული ხილი, ფსილიუმი. ფსილიუმის დანამატ შეუძლია დაახლოებით 50%-ით შეამციროს ბუასილის სიმპტომები. მეოთხე, რაც უნდა გააკეთო, არის სიარული. 1 საათი გაბმულად არ უნდა იჯდე. წამოდექი, გაიარ გამოიარე და დღეში მინიმუმ 40 წუთი უნდა იარო. ეს აუცილებელია, რადგან ფეხის კუნთები მოქმედებს როგორც ვენური ტუმბო და აუმჯობესებს მენჯის სისხლძარღვების დრენაჟს და შედეგად ნაკლებად გუბდება სისხლძარღვები რექტალურ ვენებში. მეხუთე, როდესაც დეფეკაციის სურვილი გაქვს, არ გადადო, წადი ტუალეტში. მარტო ამ ჩვევა შეუძლია 25%-ით შეამციროს შენი ბუასილის რისკი, რადგან ყოველ შეკავებაზე განავალი შრება, მაგრდება და შემდეგ გაჭინთვა ხდება აუცილებელი. მეექვსე, გამოიყენე ტუალეტის საფეხური. სპეციალური მარტივი მოწყობილობა, რომლითაც ფეხს ოდნავ ზევით დგავს, ისე თითქოს კიბის საფეხურზე გიდგას ფეხი და ასე ორგანიზმს ექნება სწორი პოზა უნიტაზზე ჯდომისას. და კუჭში გასვლა ადვილდება, რადგან ამ დროს ანორექტალური კუთხე სწორდება. მეშვიდე, დაიკელი წონაში, თუ ჭარბი წონა გაქვს. 5-10 კილოს დაკლებაც კი დაახლოებით 20% შეგიმცირებს ბუასილის რისკს, რადგან ზედმეტი წონა ზრდის მენჯის ღრუს წნევას. და მერვე, დრო და დრო განავლის დარბილების კურსები ჩაიტარე. მაგალითად,
მაგნიუმის ოქსიდის მიღება საღამოობით, ან ფსილიუმის რეგულარული მიღება. ფსილიუმის მიღების რეჟიმი ასეთია: 5-10 გრამი დღეში ერთხელ 300 მლ წყალთან ერთად გახსნილი ან კაფსულის სახით, დილით ან საღამოს 2 კვირის განმავლობაში და შემდეგ რაღაც პერიოდი შეგიძლია შეიცვალონ და შემდეგ ისევ დაიწყო ეს კურსი. ფსილიუმის მიღება ხანგრძლივად შეიძლება. აუცილებელია დაბალი დოზით დაწყება და წყლის მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ მაგნიუმის მიღებას გადაწყვეტს ადამიანი, მაგნიუმის ოქსიდი ყველაზე უსაფრთხოა. შესაძლოა მისი მიღება დიდხანს, თვეობით. ის ნელ-ნელა არბილებს განავალს კვირების განმავლობაში. ამიტომ მიიღება 400 მგ ძილის წინ რეგულარულად, დიდი ხნის განმავლობაში, წყალთან ერთად. თუ გინდა უფრო ძლიერი და სწრაფმოქმედი საშუალება, მაგრამ ასევე დიდი უსაფრთხოებით, ასეთია მაგნიუმის ჰიდროქსიდი. ის უფრო ძლიერია ვიდრე მაგნიუმის ოქსიდი, მაგრამ მიიღება ხანმოკლე დროის განმავლობაში, აქვს უფრო სწრაფი მოქმედება. მაგრამ მისი მიღება საჭიროა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგალითად 3-5 დღის განმავლობაში საღამოობით. თუ ამ 8 ჩვევას მიყვები, შენი ბუასილის რისკი როგორც მინიმუმ განახევრდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბუასილის ორი ფორმა არსებობს: შიგნითა და გარეთა. მნიშვნელოვანია ეს და რატომ? შიგნითა ბუასილი ვითარდება დამცველობითი ბალიშების შეშუპების და გადიდების გამო, რაც აღვნიშნეთ, რომელიც რექტუმში სწორ ნაწლავში მდებარეობს. ხოლო გარეთა ბუასილი, რომელსაც ექსტერნალურ ჰემოროიდს ეძახიან, წარმოიქმნება ანუსის ქვეშ არსებული ვენების გაგანიერებით, რომელსაც კანი ფარავს. ანუ ორი სხვადასხვა ბუასილი არსებობს, გარეთა და შიგნითა და სხვა რამე იზრდება და სხვა რამე შუპდება, ეს ამნიშნულოვანი. ბუასილის ეს ფორმა, გარეთა ფორმა, უფრო მტკივნეულია ვიდრე შიგნითა. ინტერნალურ, ანუ შიგნითა ბუასილის მკურნალობა ხდება სანთლებით, ხოლო გარეთა ბუასილის მკურნალობა ხდება კრემებით. თუ ვიტყვით წამლებს, ყველაზე ხშირად რომელი გამოიყენება? ყველაზე ხშირად იყენებენ კრემებს, ანუ იწყება კრემებით, ან სანთლებით, გააჩნია გარეთა თუ შიდა ბუასილია. უმეტესად ჰიდროკორტიზონის კრემი, ან ჰიდროკორტიზონის სანთელი, რომელიც ამცირებს ქავის და წვას, ამცირებს შეშუპებას. მას დაახლოებით 70%-იანი ეფექტურობა აქვს. გამოიყენება 7 დღის განმავლობაში. ჰიდროკორტიზონზეა საუბარი 0.5%-იანი ან 1%-იანი. თუ კი დიდხანს გამოიყენებ, მის გამოყენება არ შეიძლება, რადგან კანი შეიძლება შეათხელოს. ეს კრემი გამოიყენება კუჭის მოქმედების შემდეგ, დაბანის და შემდეგ გამშრალების შემდეგ, 7 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ ან ორჯერ. ჰიდროკორტიზონის გარდა ასევე გამოიყენება ლოკალური, ანუ ადგილობრივი ანესთეტიკები, ან ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად ლიდოკაინის ბაზაზე დამზადებული, ან ვენოაქტიური პრეპარატები, მაგალითად როგორც არის დიოსმინჰესპერიდინი, რომელიც სისხლძარღვების მდგომარეობას, ვენების კედლის მდგომარეობას აუმჯობესებს და ვენები ნაკლებ გამავალი ხდება და შეშუპება მცირდება. შიგნითა ბუასილის დროს გამოიყენება სანთლები. ეს სანთლები ძირითადად შეიცავს კორტიკოსტეროიდებს, ანესთეტიკებს, ემოლიანტებს ან მათ კომბინაციას. სანთლებს სუპოზიტორიას ეძახიან და შიგნითა ბუასილის დროს გამოიყენება ძირითადად ესეც ჰიდროკორტიზონის სანთლებია უმეტესად, ერთხელ ან ორჯერ დღეში მიიღება 7 დღის განმავლობაში. სასურველია საღამოს, კუჭის მოქმედების შემდეგ. არსებობს უფრო ძლიერებიც, მაგალითად პრედნიზოლონის სუპოზიტორია, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დღე შეიძლება, 3-დან 5 დღემდე, ისიც დღეში ერთხელ. კომბინირებული ვერსიებიც არსებობს, რომელიც როგორც წესი 5 დღე გამოიყენება. და არსებობს პროცედურები ასევე, თუ კი ეს არ შველის, ეს კონსერვატული მკურნალობა და კონსერვატულ მკურნალობას ეძახიან ამ კრემებს, სანთლებს და ცხოვრების ფაქტორების მოდიფიცირებას. რეალურად იმ 8 ჩვევას, რომელიც ზევით გითხარით. და პროცედურებიდან ყველაზე ხშირია ლიგაცია, რომელიც მთავარი პროცედურაა ბუასილის სამკურნალოდ, როცა კონსერვატული მკურნალობა არ მუშაობს. თუმცა ზოგჯერ განმეორებითი პროცედურებიცაა საჭირო. თუ კი ლიგაციამ არ უშველა, შემდეგ ოპერაცია კეთდება გართულებულ შემთხვევებში. რომ შევადაროთ, რომელი უფრო ეფექტურია, ქირურგია თუ ერთჯერადი ლიგაცია, ქირურგიას 95%-იანი ეფექტურობა აქვს და ლიგაციას 52%-იანი. თუმცა ლიგაცია ბევრად მარტივი პროცედურაა, ვიდრე ჰემოროიდული კვანძების ქირურგიულად ამოკვეთა. ჯამში რომ თქვათ, რა უშველოთ ბუასილს, არის ეს. ჯერ უნდა შევასრულოთ ის 8 ჩვევა, რაც ვიდეოს დასაწყისში იყო მოცემული. თუ გაქვთ ბუასილი, მაშინ ის 8 ჩვევა და დამატებული კონსერვატული მკურნალობაა ეფექტური. როცა კონსერვატულ მკურნალობას ვამბობთ, იგულისხმება სანთლები, კრემები და თუ კი ესენი არ შველის, მაშინ ლიგაცია და თუ ლიგაციამაც არ უშველა, მაშინ ქირურგია. ზოგჯერ შეიძლება ვთქვათ, რომ აი რა მოხდება, ბუასილის ყურადღება არ მივაქციოთ, დავტოვოთ თავისთვის, რა მოუვა ადამიანს. არ შეიძლება
მისი უმკურნალოდ დატოვება, რადგან ის პროგრესირებს, იწვევს სისხლზე და შეიძლება დაწყულდეს. გარეთ ჰემოროიდები განსაკუთრებით მტკივნეულია და დისკომფორტს ქმნის და ჯამში ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები და შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. თუ დონაციის საშუალება არ გაქვთ, მაშინ უბრალოდ დაალაიქოთ, ან გამოწეროთ, ან გააშიაროთ. ნებისმიერ თქვენი აქტივობა არხზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩემთვის. მადლობა.